ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი კოლხიდა ჩატარდა. ორდღიანი ფესტივალი საქართველოს სახალხო არტისტის, ლუდბარისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურა, რომელშიც უცხოური და ქართული სახელმწიფო აკადემიური და მუნიციპალური ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მონაწილეს, ყველა ანსამბლს, რომელიც დღეს გამოვიდა, შეასრულა ნომრები და ჩვენი ქალაქი ამ პერიოდისათვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჰანგებს სიყვარულით უგზავნით ჩვენს აფხაზ-და-ძმებს და დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ჩვენი საერთო კულტურა, საერთო დედასამშობლო კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს. ძალიან ბევრი შემსრულებელი გვყავს მთელი საქართველოდან და არა მარტო საქართველოდან, აკადემიური ანსამბლები, ფოლკლორული, მუნიციპალური ფოლკლორული ანსამბლები. ეს ტრადიცია ზუგდიდში გაგრძელდება ძალიან დიდი ხანი და იქნება როგორც ეს ორი დღე იყო ზეიმი ფოლკლორის და კულტურის ჩვენს ქალაქში. წარმოდგენილი მაქვს ჩემი თექის ხელნაკეთი ნამუშევრები და ჩემ ქალაქს უსურვებ ბევრ ასეთ სასიამოვნო საღამოებს.